გამარჯობა, მე შმაკი სამხარაძე ვარ და ეს არის პროპაგანდის წინააღმდეგ მეოთხე ეპიზოდი პლატფორმა მისმინეზე. პლატფორმას 1 წელი შეუსრულდა. ულოცავ გუნდს და უსურვებ წარმატებას. ამ გამოშვებაში ვნახავთ თუ როგორ მუშაობს თანამედროვე პროპაგანდა, ემოციებით, შიშით და манипуляციით. მინდა დავიწყო ძალიან მკაფიო კონტრასტით და განახოთ ორი ვიდეო. Let's go. Engines lit. 4, 3, 2, 1. Booster ignition. And lift off. The crew of Artemis 2 now bound for the moon. The integrity AMT high. The most powerful rocket NASA has ever launched. Houston integrity, great view. Humanity's next great voyage begins. პირველში NASA-ს ახალი მისია Artemis მეორე, რომლის მიზანია ადამიანების გაგზავნა მთვარის ორბიტაზე პირველად ბოლო 50 წლის განმავლობაში. ასტრონავტები იმოგზაურებენ კოსმოსურ ხომალდ ორიონით, შემოუფრენენ მთვარეს და დაბრუნდებიან დედამიწაზე. ეს მისია მნიშვნელოვანია, რადგან ამზადებს საფუძველს მომავალი მისიისთვის, რომელიც უკვე მთვარეზე ადამიანების დაშვებას გულისხმობს. ეს არის ტექნოლოგიური განვითარება, რომელიც მომავალს ქმნის. მეორე ვიდეო. რუსული ტელევიზია. სიმღერა იმის შესახებ, თუ რა კარგია ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. წლებია რუსული პროპაგანდა გვიყვება ისტორიას ძლიერ და განვითარებულ სახელმწიფოზე, რომელიც თითქოს და ალტერნატიულ გზას სთავაზობს მსოფლიოს. მაგრამ თუ კონკრეტულ ფაქტებს შევხედავთ, სურათი სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, როსკოსმოსი. რუსეთს ჰქონდა რამდენიმე სტრატეგიული პროექტი, მთვარის პროგრამა, ლუნა 25, ლუნა 26 და 27, საერთაშორისო კოსმოსური სადგურისგან დამოუკიდებელი ახალი ორბიტალური სადგური, როსის მშენებლობა. თუმცა 2023 წელს მისია ლუნა 25 დასრულდა ავარიით, აპარატი მთვარეზე აშვებისას განადგურდა. შემდგომი მისიები გადაიდო გაურკვეველი ვადით. როსის პროექტი ჯერ კიდევ ქაღალდზეა და მისი რეალიზაცია მუდმივად იცვლის ვადას. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან თანამშრომლობა ეტაპობრივად სრულდება. ანუ საუბარია არა ერთ წარუმატებლობაზე, არამედ სისტემურ კრიზისზე. იგივე ტენდენცია ჩანს ტექნოლოგიურ სფეროშიც. რუსეთი დამოკიდებულია იმპორტირებულ მიკროჩიპებზე და პროგრამულ უზრუნველყოფაზე. სანქციების შემდეგ ბაზარი დატოვეს კომპანიებმა, როგორიცაა Apple და Microsoft, რაც კიდევ უფრო ზრდის ტექნოლოგიურ იზოლაციას. ადგილობრივი წარმოება ვერ ანაცვლებს ამ დანაკლისს იმავე ხარისხით და მასშტაბით. ამ ფონზე საჯარო დისკუსია ხშირად გადადის არა განვითარებაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ცხოვრება შეზღუდვების პირობებში, მაგალითად ინტერნეტის გარეშე. კვლევები, მათ შორის Disinfo Digest-ის ანალიზი აჩვენებს, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში და რეგიონში არ ცდილობს მხოლოდ რაღაც სიმართლის დამტკიცებას. მისი მთავარი მიზანია ინფორმაციული გადაღლა, ცინიზმის გაძლიერება და უნდობლობის შექმნა ინსტიტუტების მიმართ. ამასთან ერთად პარალელურად იქნება ემოციური სურათი, სადაც რუსეთი ჩანს როგორც ძლიერი, სტაბილური და თვითკმარი, ხოლო დასავლეთი როგორც ქაოსური და სუსტი. ანუ საქმე გვაქვს არა რეალობის აღწერასთან, არამედ აღქმის მართვასთან. და სწორედ აქ ბრუნდება ჩვენი საწყისი კონტრასტი. ერთ მხარეს ქვეყანა, რომელიც ინვესტირებს მომავალში და ავითარებს კოსმოსურ პროგრამებს, ხოლო მეორე მხარეს სახელმწიფო, რომელიც სულ უფრო ხშირად გვთავაზობს შეზღუდვებთან შეგუებას. პროპაგანდა შეიძლება ქმნიდეს ძლიერ ვიზუალურ ეფექტს, მაგრამ რეალური განვითარება და მისი იმიტაცია ორი სრულიად განსხვავებული რამ არის. ამაზეა ეს ორი ვიდეო. ახლა კი წარმოგიდგენთ ერთ სქემას. შეხედეთ, ეს არის Storm 1516 მოდელი, რომელიც აღწერს როგორ მუშაობს თანამედროვე პროპაგანდა. პირველი ეტაპი, ეს არის შექმნა. იქმნება ნარატივები, იგონებენ ისტორიებს, იქმნება ვიდეოები, ხშირად ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. მეორე ეტაპი, გავრცელება. ამ ეტაპზე შექმნილი კონტენტი ჩნდება სხვადასხვა ადგილას, სოციალურ ქსელებში, ფეიქ საიტებზე, ანონიმურ ანგარიშებზე. იქნება შთაბეჭდილება, რომ ეს ინფორმაცია მოდის უამრავი წყაროდან. მესამე ეტაპი, გათეთრება.
ანუ ეს ინფორმაცია უკვე ჩნდება ისეთ პლატფორმებზე, რომლებიც გარედან უფრო სანდოდ გამოიყურება და ამ მომენტში ბევრი ადამიანი უკვე ფიქრობს, ალბათ სიმართლეა. მეოთხე ეტაპი, გაძლიერება. Telegram არხები, კომენტარები, ინფლუენსერები ყველა იწყებს ამ თემაზე საუბარს. იქნება განცდა, რომ ყველა ამაზე ლაპარაკობს. და ბოლოს, მეხუთე ეტაპი. ეს ნარატივი უკვე გადადის პოლიტიკურ დონეზე, მედიაში, ოფიციალურ განცხადებებში, პოლიტიკოსების სიტყვებში. და ამ მომენტში ის, რაც თავიდან იყო უბრალოდ კონტენტი, ბევრისთვის გადაიქცა რეალობად. აი ეს არის მთავარი. პროპაგანდა არ მუშაობს ერთჯერადად. ის მუშაობს ეტაპობრივად, შექმნიდან მასობრივ აღქმამდე. და სწორედ ამიტომ, როდესაც ვხედავთ რამე ვიდეოს ან პოსტს, უნდა დავფიქრდეთ, ეს უბრალოდ შემთხვევითი კონტენტია, თუ უფრო დიდი პროცესის ნაწილი. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ნახეთ ეს ვიდეო. შენ ბევრად უფრო მძლავრი სტიმული გინდა, რათა ჩანერგო შიში, როგორც ბაზისური ინსტინქტი და ეს არის ომი. აი ომი შეიძლება შეეშინდეს და ომის საშიშროებას როცა გააცნობიერებს, მაშინ უკვე შეიძლება მოითხოვოს ნებისმიერი წესრიგი და მიიღოს ეს ნებისმიერი ომი. აი ეს არის. აი სამშობლო კავშირი შეგრე იყო. Лишь бы не было войны. და ყველაფერზე თანახმანი იყვნენ. აქ საუბარია იმაზე, რომ საზოგადოების მართვა შესაძლებელია შიშის მეშვეობით, მათ შორის ომის შიშითაც. ამ კონტექსტში საინტერესოა მოდელი, რომელიც შემოგთავაზა ბენ ნიმომ. ის გამოყოფს 4 ძირითად ტაქტიკას: უარყოფა, დამახინჯება, ყურადღების გადატანა და დაშინება. სწორედ ეს ბოლო დაშინება არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის მეთოდი, როდესაც აუდიტორიას აშინებენ კატასტროფული სცენარებით. ქვეყანა დაინგრევა, ომი დაიწყება, ყველაფერს დავკარგავთ. რადგან შიში ამცირებს კრიტიკულ აზროვნებას და ადამიანს უფრო ადვილად აქცევს მანიპულაციის მსხვერპლად. ახლა კი გავიხსენოთ რა ხდებოდა საქართველოში. ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო აბა ომი გინდათ? უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს შიში ბევრისთვის რეალური გახდა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია უფრო ფართო სურათის დანახვა. ბოლო წლებში ვხედავთ, რომ რუსეთს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე უწევს მოქმედება. უკრაინაში ომი და სხვა რეგიონებში გავლენის შენარჩუნება. ამ ფონზე აშკარაა, რომ მისი რესურსები შეუზღუდავი არ არის. სხვადასხვა რეგიონებში, იქნება სირია, ვენესუელა თუ ირანი, რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა სრულად აკონტროლოს პროცესები ან გადამწყვეტად განსაზღვროს შედეგები. ასევე ვხედავთ, თუ როგორ შეუერთდნენ ფინეთი და შვედეთი ნატოს პირდაპირ რუსეთის საზღვარზე. მაგრამ ამას არ მოჰყოლია ახალი ომი. მოლდოვა აგრძელებს პროევროპულ კურსს და არც კი დაწყებულა ომი. ასევე არსებობენ ევროპული ქვეყნები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას, ატარებენ პროევროპულ პოლიტიკას, მაგრამ ეს არ იწვევს ომს მათ ტერიტორიაზე. ანუ საქმე არ არის მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანში. არჩევანი არ დგას ასე მარტივად, ან მშვიდობა, ან ევროპა. და სწორედ ამ გამარტივებაზეა აგებული შიშის ნარატივი. როდესაც საზოგადოებას ეუბნები, რომ მისი არჩევანი შეიძლება ომით დასრულდეს, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ გაფრთხილება. ეს არის ზემოქმედება. და ასეთი ზემოქმედება ხშირად მუშაობს. ამიტომ ყოველთვის უნდა დავსვათ მთავარი კითხვა. ჩვენ გვაწვდიან სრულ სურათს, თუ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც შიშს აძლიერებს. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. არსებობს კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ, მუხლი. ოჯახური ძალადობის შესახებ. ეს არის ულტრალიბერალი, ეს არის ევროკავშირის დირექტივა, რეკომენდაციებს რო ეძახიან, რომელიც ქართული ოჯახის ტრადიციული ოჯახშვიდეთი მაისი რო შემოიღეთ ჩვენ, ხო? ამის საწინააღმდეგოდ ევროკავშირმა დაავალა მთავრობას, რომ მიიღოთ ეს კანონი, რომ ოჯახები დაენგრიათ. დემოგრაფიული ან შობადობის თემა არის პრობლემა და სწორედ აღნიშნა, რომ მათ შორის მაგისი გამოწვევი არის იდეოლოგიური საკითხი. მაშინ რატო არ ხარ თანმიმდევრული? რატო არის მაგალითად საქართველოს ისევ სტამბულის კონვენციის წევრი? თუ იგივე სტამბულის კონვენციასთან მიმართებით, შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც არის დაფუძნებული სტამბულის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ. აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ მოგებულებას, რომ იდეოლოგია არის პრობლემური და კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ამ იდეოლოგიას აქვს კონკრეტული ხელშესახები, უარყოფითი შედეგები, რაც აისახება ქორწინების სტატისტიკაზე, შობადობის სტატისტიკაზე და ამ შემდეგ. აქ კონსერვატორი კომენტატორები ამტკიცებენ,
რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული კანონი თითქოს პრობლემაა, რომ ის გარედან არის თავსმოხვეული, რომ ის ანგრევს ოჯახებს და უარყოფითად მოქმედებს დემოგრაფიაზე. ეს არგუმენტი ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გვხვდება, მაგრამ მოდი ვნახოთ რა არის რეალობა. მსგავსი კანონები არსებობს პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში. ისინი ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვას, რომ არც ერთ ადამიანს არ უნდა ემუქრებოდეს ძალადობა საკუთარ ოჯახში. ანუ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და არა კონკრეტულად რომელიმე ქვეყნისთვის თავსმოხვეული იდეა. ახლა ვნახოთ სხვა მაგალითი. რუსეთში 2017 წელს ნაწილობრივ დეკრიმინალიზდა ოჯახში ძალადობა. ანუ გარკვეულ შემთხვევებში ის აღარ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. არგუმენტი იქაც მსგავსი იყო: ოჯახის დაცვა, ტრადიციები და დემოგრაფია. შედეგად სიტუაცია გაუარესდა. ძალადობა წახალისდა და სტატისტიკურად განქორწინების მაჩვენებლებმა უფრო იმატა. ანუ ეს მიდგომა არც ამ ნაწილში მუშაობს. ასეა თუ ისეა არ აქვს გამართლება. ძალადობა არის ძალადობა. ის არ შეიძლება გამართლეს არც ტრადიციით და არც დემოგრაფიით. ახლა დავუბრუნდეთ საქართველოს კონტექსტს. როდესაც გვეუბნებიან, რომ დემოგრაფიული პრობლემები ამ კანონით არის გამოწვეული, ფაქტობრივად ხდება ყურადღების გადატანა რეალური მიზეზებიდან, რადგან მთავარი მიზეზები ყველასათვის ცხადია: ეკონომიკური სირთულეები, უმუშევრობა, ემიგრაცია, სოციალური არასტაბილურობა. ბევრი ადამიანი ტოვებს ქვეყანას არა იმიტომ, რომ არსებობს ძალადობის საწინააღმდეგო კანონი, არამედ იმიტომ, რომ აქ არ აქვს საკმარისი პირობები ოჯახისთვის. და სწორედ ეს არის დემოგრაფიის ძირითადი გამოწვევა. ამ ფონზე ასეთი ნარატივები კიდევ ერთ ფუნქციას ასრულებს. რუსული პროპაგანდა ქმნის იდეას, რომ ადამიანის უფლებების დაცვა თითქოს და წინააღმდეგობაში მოდის ტრადიციებთან. და ამით ცდილობს საქართველოს ნელ-ნელა ჩამოაშოროს იმ სტანდარტებს, რომლებიც მიღებულია განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში. ახლა კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა: ხელოვნური ინტელექტი. ვნახოთ ეს ვიდეო. მსგავსი ვიდეოები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ვრცელდება. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ ფეიკი. საქმე გვაქვს ახალი ტიპის პროპაგანდასთან. როგორც Times-ის სტატია აღწერს, დღეს მთავარი მიზანი აღარ არის დარწმუნებაში. მთავარია კონტენტი გახდეს ვირუსული. რაც უფრო შოკის მომგვრელია და ემოციური, მით უფრო სწრაფად ვრცელდება. ამასთან ერთად, ასეთ ვიდეოებს ხშირად აქვთ ერთი საერთო ხაზი. ისინი ცდილობენ შექმნან სურათი, სადაც ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი ან ირანი, გამოიყურებიან ძლიერად და გამარჯვებულად, ხოლო დასავლეთი სუსტად და დამარცხებულად. იქნება შთაბეჭდილება, რომ ძალთა ბალანსი უკვე შეცვლილია. მაგრამ თუ რეალობა შევხედავთ, სურათი სულ სხვაა. NASA აგრძელებს კოსმოსურ პროგრამებს და ახალ მისიებს. ხედავთ, რომ ძლიერი ბლოკის ქვეყნები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან სხვადასხვა რეგიონში, პოლიტიკური კრიზისები, ეკონომიკური პრობლემები და არასტაბილურობა. საბოლოო ჯამში ამ ვიდეოების მიზანი არც არის სრული სურათის ჩვენება. მათი მიზანია შექმნას განცდა, შიშის, ძალის, ან თუნდაც აღფრთოვანების და ამ ემოციით მართოს აღქმა. ამიტომაც ხშირად ქრება ზღვარი რეალობასა და იმიტაციას შორის. ამ პრობლემას უკვე სერიოზულად უყურებენ ევროპაშიც. ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო რთული ხდება ფეიკის და რეალობის გარჩევა. ამიტომაც შეიქმნა სხვადასხვა მექანიზმი, რომლებიც ერთობლივად ცდილობენ დეზინფორმაციასთან ბრძოლას. მაგრამ საბოლოოდ მთავარი მაინც ჩვენ ვართ, რადგან ჩვენ წვეთ, რას ვიჯერებთ და რას ვაზიარებთ. ამიტომ საჭიროა მარტივი წესი: შეაჩერე, გადაამოწმე და არ გაავრცელო დაუფიქრებლად. რადგან დღეს ვირუსული ფეიკი ხშირად უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე სიმართლე და სწორედ ამიტომ კრიტიკული აზროვნება უკვე აუცილებელია. ახლა კი გადავიდეთ კვირის მთავარ თემაზე. გავრცელდა რამდენიმე მძიმე ვიდეო ძაღლებთან დაკავშირებით, რამაც საზოგადოებაში ძლიერი რეაქცია გამოიწვია. მოდი ვნახოთ. ზიბერთი სახლი არის. ბომბოლო არის. არ გაუშვათ!
ხალხო ღამე წვავენ ესენი რომელი საათია აი ეხლა წვავენ ესენი ძაღლებს ხალხო აი მეცუდათა ადამიანები აქტიურად აზიარებდნენ ამ კადრებს. მოქალაქეები და ცხოველთა უფლებების დამცველები საუბრობდნენ პრობლემაზე. ჩატარდა აქციებიც და ეს თემა გახდა საჯარო განხილვის საგანი. საზოგადოებაში გაჩნდა მკაფიო მოთხოვნა, გაირკვეს რა ხდება და როგორ უნდა მოგვარდეს ეს ჰუმანურად. სწორედ ამ ფონზე ჩნდება საინტერესო ტენდენცია. პოზიტივი, რომელიც ასოცირდება ოცნების მხარდაჭერასთან, იწყებს ვიდეოების გავრცელებას, სადაც ნაჩვენებია აგრესიული ძაღლები. არაფერი ახალი. კვლავ მცდელობა აქცენტი გადაიტანონ სხვა მიმართულებით და ირიბად გაამართლონ არახუმანური მომყრობა. როდესაც საზოგადოება ერთ საკითხზე ერთიანდება, პარალელურად ჩნდება კონტენტი, რომელიც ამ ერთიანობას ასუსტებს და ახალ დაყოფას ქმნის, აძლიერებს შიშს. ნახეთ კომენტარები. ამ ფონზე საინტერესოა თუ როგორ ხედავენ ამ რეალობას ადამიანები გარედან. მოდი მოვისმინოთ. I have so much love for Georgia and the people of Georgia and how you guys treated me and welcomed me. And one of the most magical things about Georgia just was seeing all of the dogs in the street so happy and healthy and taken care of. And it's just so heartbreaking. It's so heartbreaking to hear that these dogs are being rounded up and collected. And the government's saying that it's not true, and I really hope it's not. But I've been getting so many videos, and so many DMs, and so many people reaching out to me, telling me what's going on. ეს იყო პროპაგანდის წინააღმდეგ მეოთხე ეპიზოდი. შეხვდებით ერთ კვირაში ტრადიციულად ორ შაბათს 22 საათზე მისმინეზე. გმადლობთ რომ გვიყურებთ.